თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსორება. გამოცემა მთის ამბების რედაქტორ ჩვენს კოლეგას გელამ თივლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაუსწორდნენ. ამას მაღალი ალბათობით ასე იმიტომ, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები, გადაადგილდებოდნენ პიკაპით სპეციალური მანქანით, რომელთაც წესით უფრო ხშირად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გადაადგილდებიან ხოლმე და ეს ყველაფერი დღისით მზისით ხდებოდა ქვეყნის ცენტრალურ ავტობანზე. შემთხვევა მოხდა წეროვნის მიმდებარედ ავტობანზე. რეჟიმის წარმომადგენლები ახსენებდნენ ზვიად ხარაზიშვილს, ანუ ეს ადამიანები ჩხუბის დრო ჩვენ ხმასაც მოვისმენთ და მის კრიტიკოსებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მომიტინგე ხო არა ხარ ბიჭო, შენ ესე იგი მომიტინგე, ამ შემთხვევაში ის არის რა, სამიზნე მათი შეურაცხყოფის მისაყენებელი სუბიექტი. სადეს ტელეფონის წართმევა და ინციდენტის ამსახველი მასალის წაშლა, თუმცა უშედეგოდ სანქცირებული გომელაურის უწყება მომხდართან დაკავშირებით აქამდე არაფერს ამბობს. თითქოს არაფერი არ მოხდა რა. დუმს ოლიგარქის სამსახურში მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურით, რომელიც სრულიად სამარცხვინო დაწესებულებად გადაიქცა. უკვე მოდით ნახოთ ვიდეოს ის ნაწილი, ის ჩანაწერი, რომლის გადაღებაც იქ შემთხვევით მოხვედრილმა მოქალაქეებმა მოახერხეს და მათი ასე ვთქვათ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასადაც გადაიღეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ისინი იცავენ და მათმა ჩარევამ გარკვეულწილად ალბათ ნაწილობრივ განაპირობა ის, რომ გელამ თივლიშვილს და მის თანხმდელ პირებს არ მიუღიათ მძიმე ფიზიკური დაზიანებები, თუმცა ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, შემდეგ მათზე ადევნებასაც მოусმინოთ, მათ შორის გელამ თივლიშვილსაც. Şarjı xatxma dayım. Vina xadi. Ra vina ra. Damşuydu. Qaribas iსაც არევას მე მის დედას შევედი. დაიგე. კომიტეტი ხო არა? არა, მე რომ დაგეკურა. რომ ვიყო აგრესიული. არა, მა. ეს მიყურა შენი. რა გინდა? ვიდი გარეკეთ სადრეკა. ვიდი. სადრეკა. როგორც გელამ თივლიშვილმა დღისით ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც აი ამ პიკაპით ამ მანქანაზე მყოფმა ადამიანებმა, ვინც ახლა თავიანთ გამორჩეული ზრდილობითა და კულტურით მიმართავდნენ გელას და მის თანხმდელ პირებს, რომლებიც ჭიათურიდან, გადაღებიდან ბრუნდებოდნენ, შეუქმნა საავარიო სიტუაცია. მოკლედ აიძულა ისინი, რომ მანქანა გვერდზე გადაეყენებინათ და გაჩერებულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ ავტოსაავარიო შემთხვევა ყოფილიყო და ეს კადრები გადაღებულია ზუსტად იმის შემდეგ, როცა დაიწყო ეს სრულიად გაუგებარი შეტევა ჩემს კოლეგაზე გელასა და მის გადამღებ ჯგუფზე. ცხადად ისმის თუ რას უყენებენ პრეტენზიად, ასე ვთქვათ, გელას და მის თანხმდელებს და სრულიად ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან შეიარაღებულები, მათ უჩანთ იარაღი და გარდა ამისა ძალიან ნათელია თუ რის გამო აგინებენ, ლანძღავენ და ფიზიკური ანგარიშსორებით ემუქრებიან ჟურნალისტებს. წესით მას შემდეგ რაც ეს კადრები და ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ეს კადრები ეთერში გავიდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული რეაგირება უნდა მოეხდინა, მაგრამ ისინი კვლავ დუმან. ეს დუმილი არის პირდაპირი დასტური შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ამ ტიპის ძალადობრივ პოლიტიკაში თანამონაწილეობისა. ამ ადამიანების იდენტიფიცირება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ისინი ამას ალბათ არ გააკეთებენ წელავენ დროს, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები ამას გავაკეთებთ და ვიცი რომ გელას ფაქტობრივად უკვე დადგენილი აქვს მათი ვინაობა და უბრალოდ ელოდება გადამოწმებას რამდენიმე წყაროს მეშვეობით, რომელსაც აუცილებლად საზოგადოებას გაუზიარებთ და გავასაჯაროებთ. აი ასეთ მართლაც ტოქსიკურ მაღალი საფრთხის მქონე გარემოში უწევთ მუშაობა ჩემს კოლეგებს, ჩვენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და არა მარტო მათ და სულ უფრო რთული ხდება მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისი თავდაცვის რაიმე გარანტიებზე საუბარი საქართველოში. ამის პარალელურად
კონკრეტულად სანამ შემდეგ თემაზე წავალ, თემა რომელიც მე პირადად ძალიან მაწუხებს და საქართველოში მყოფ არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ საქართველოს ქართული დემოკრატიის ყველა გულშემატკივარს უკავშირდება შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების ფუნქციონირების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკის ხმა ფაქტობრივად უკვე შეაჩერა თავის მუშაობა 75 წლიანი მუშაობის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა მისი ხმა არ ისმის. იქ ჩვენი ძალიან ბევრი კოლეგა მუშაობს, ქართველი კოლეგა მაქვს მე მხედველობაში, რომელთა საქმიანობა ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქართული აუდიტორიის ინფორმირებაში იმის თაობაზე, რაც ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის ხმის ქართველი ჟურნალისტების მეშვეობით ხდებოდეს აქტუალიზება საქართველოს პრობლემატიკის ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. და მეორეს მხრივ რადიო თავისუფლება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მედია საშუალება არის, გარდა იმისა, რომ იქ ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა არის დასაქმებული და მათ გულშემატკივრობთ მათ პროფესიულ საქმიანობას, რადიო თავისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოინახება ალბათ ალტერნატიული რესურსები იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი მუშაობა. ჩვენნაირ ქვეყნებში რადიო თავისუფლების როგორც ინსტიტუტის ფუნქციონირებას ქონდა და ახლა განსაკუთრებით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილობრივი ქართული მედიის პრობლემების გათვალისწინებით და ზოგადად დემოკრატიის ეროზიის გათვალისწინებითაც. მოკლედ ეს არც თუ სასიამოვნო ცნობები და ინფორმაციები, რომელიც მთლიანობაში ასახავს იმ გარემოს და სიტუაციას, რომელშიც უწევს მუშაობა მედიას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საქართველოში.